თქვენ დაკავებული ხართ საუკეთესო ინტერვიუების ჩაწერის ბრალდებით, მაგრამ არ გაქვთ დუმილის უფლება. წავუმყევით. სახელი და გვარი. დავით გორგილაძე. ხომ იცით რის გამოც დაგაკავეთ? არ ვიცი. აღიარებს დანაშაულს? არ ვიცი რას დამაკავეთ და შესაბამისად არც ვაღიარებ. რა არის ზღვარი დავით გორგილაძისთვის, რომლის შემდეგაც სიმსუბუქე აუტანელი ხდება? მე მგონი არ არსებობს ეგეთი ზღვარი. ყველანაირი სიმსუბუქე ასატანია საბოლოოდ. რა არის კითხვა, რომელიც ადამიანს არაზროს არ უნდა დაუსვა? რამდენი აქვს ხელფასი? მართალია. რომელია საუკეთესო კითხვა უცხო ადამიანთან საუბრის დასაწყებად? დროის კითხვა არა. რამე უფრო ამინძე. რა თვისების გარეშე ვერ იქნებოდი კარგი ჟურნალისტი? არც ვაღიარებ რომ კარგი ჟურნალისტი ვარ, მაგრამ მედიაში ალბათ ცნობის მოყარეობა. რომელ ისტორიულ ფიგურასთან ჩაწერდი ყველაზე საინტერესო ინტერვიუს? ნაპოლეონთან. რატომ? საყოლე იქნება ბევრი. რამდენად გეხმარება იუმორის გრძნობა შენ პროფესიაში? იუმორის გრძნობა საუკეთესო ხერხული მომენტებიდან გამოსაძრობად. ასე რომ კი. 1-დან 10-მდე შეაფასე კითხვა რა შვები? 10-დან 10. ძალიან კარგი კითხვა, როცა არ იცი სხვა რა კითხვა დასვა. შენს პროფესიაზე რომელი სტერეოტიპი გაღიზიანებს ყველაზე მეტად? რომ ჟურნალისტები მეტიჩრები არიან, და ჟურნალისტებს არ აქვთ განათლება და არ იციან ენა. რა არის ყველაზე სტრესული შენს პროფესიაში? ალბათ უხერხული შეკითხვები, რომლებიც აუცილებლად უნდა დაისვას. მაგრამ ამის დასმა მაინც და მაინც სიამოვნებას არ განიჭებს. მე როგორი ჟურნალისტი ვარ? ჯერჯერობით გამოუძინებელი. კარგი. ახლა მოგცემთ 1 მილიონს. ოღონდ ინტერვიუ აღარასდროს აღარ უნდა ჩაწეროთ. გაწყობთ? რა თქმა უნდა, მაწყობს. აღარც ვაპირებ რაღაც პერიოდი ჩაწეროთ, თუ ეხა 1 მილიონსაც გამოუკრავ ხელს, დიდი სიამოვნება. და შემდეგში ვინ დავკითხოთ? დაგვიწერეთ კომენტარებში.